გამარჯობა, მოგესალმებით, ეს არის ბოლოს სიტყვა, მორიგ ეპიზოდს წერთ. ისევ ბევრი ცხელი ამბავი ხდება, რომელიც უკავშირდება რეგიონს, უკავშირდება საქართველოს და ვეცდებით, რომ ყველა მნიშვნელოვანი თემა ისევ მიმოვიხილოთ და ჩვენი ბოლოს სიტყვა ვთქვათ. თანდათან ვიზრდებით, ჩვენი გამომწერების რაოდენობა თანდათან მატულობს, იმედი გვაქვს, რომ კიდევ ასეთი ტემპით და უკეთესით გაგრძელდება ეს ამბავი, მხოლოდ YouTube არხზე არ ვართ, ესაც უნდა აღვნიშნოთ თავშივე. კავკასიას დიდი მადლობა იმისთვის, რომ ჩვენ პოდკასტს უთმობს ეთერს და ამ შემთხვევაშიც ვეცდებით, როგორც თქვით, რომ მთავარ თემებს შევეხოთ. თემების ჩამონათვალს გავაკეთებ, დავაანონსოთ და შემდეგ უკვე გავაგრძელოთ, ჩავშალოთ, ასე ვთქვათ, თითოეული მათგანი. პირველ რიგში საქართველოს შესახებ ვისაუბრებთ ალბათ, ასე დავგეგმეთ ყოველ შემთხვევაში. ყულევის ტერმინალი, რომელიც აღარ მოექცევა სანქციებში, ეს დადასტურებულად ამის შესახებ უკვე გაჟღერდა ინფორმაცია და თამარ ნუცუბიძე ამ შემთხვევაში ბრიუსელიდან არა, სტრასბურგიდან გვერდება და უკვე მზად არის ჩვენთან სასაუბროდ. მოგესალმებით თამარ. გარდა ყულევის თემისა უნდა ვისაუბროთ ასევე დებატებზე, რომელიც არის დაგეგმილი საქართველოს თანმიმართებით და ეს ეხება საქართველოს შიგნით არსებულ პრობლემებს, რომელსაც ქმნის მართველი პარტია და კონკრეტული თემები არის, რომლის შესახებაც ევროპელი კანონმდებლები და პოლიტიკოსები, ლიდერები იმსჯელებენ და ამაზეც გვექნება მიმოხილვა საუბარი. ირანზე ცხადია ვისაუბრებთ და პრინციპში ირანსაც უკვე ებმის უკრაინა იმ გაგებით, რომ კვეთები დაფიქსირდა. კვეთები დაფიქსირდა, მნიშვნელოვანი კი დაფასდა უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის მიღწევები ამ ნაწილშიც და სხვებსაც გაუჩნდათ საჭიროება იმ გადამჭერი დრონების, რომელსაც უკრაინა აწარმოებს და უკვე დიდი გამოცდილება დააგროვა ირანულ დრონებთან ბრძოლის თვალსაზრისით. ხო, მოკლედ და ფაშინიანი, რომელიც ისე გამოიყურება თითქოს ქართული ოცნების გზავნილით ჩავიდა ევროპაში, ესეც ამასაც თამარი მეტ სიცხადეს შემოიტანს. ხო, ფაშინიანი, რომელიც სომხეთის ევროინტეგრაციის კონტექსტში საუბრობდა და იქ ახსენა საქართველოს გავლენაც ამ პროცესზე და ეს არის მნიშვნელოვანი ამბავი. დავიწყოთ მოკლედ ბექა პატურაშვილი, რატი მუჯირი, გიორგი ცხვითავა, თამარ ნუცუბიძე უკვე წარვადგინე. დღეს მე დაახლოებით 20 თეთრით ძვირი დამიჯდა საწვავის ჩასხმა. ეს პატარა არათემატური, მაგრამ პრინციპში თემატური ამბავია, რაც უკავშირდება უკვე ხო ჩვენ შიდა რეალობასაც, ასე ვთქვათ, ის პროცესი, რომელიც რეგიონში მიმდინარეობს. მოკლედ, ბევრი გვაქვს სასაუბრო, დავიწყოთ, იმედი მაქვს, რომ ბოლომდე დარჩებით და თვალს მიადევნებთ ამ დისკუსიას. თამარ, დავიწყოთ დღეს მოწოდებებისთვის რო არ დავკარგოთ. დავიწყოთ და რა ვიცი, მე პირველად იშვიათად მოუწოდებ მე ჩემის მხრიდან ჩვენს მაყურებელს, რომ გამოყვეს YouTube-ზე, გვიყუროს და ჩვენთან ერთად გაანალიზოს რა ხდება რეგიონში, რა ხდება მსოფლიოში, კრიტიკული აზროვნება არის ყველაფრის თავი და თავი, რათა ვიცოდეთ საით მიდის ჩვენი ქვეყანა. ხო, რაც შეეხება ნიკოლ ფაშინიანს, რადგან სტრასბურგში ვარ, საშუალება მომეცა და დარბაზში ვიყავი პლენარული სესიის მისი გამოსვლის დროს, სხვათა შორის მინდა ძალიან ღიად ვთქვა, რომ მე პირადად არ ველოდი, ანუ ამ კუთხით საქართველოს ხსენებას ფაშინიანის მხრიდან, ამ ტრიბუნიდან არ ველოდი. რა თქმა უნდა, ყველას ჰქონდა მოლოდინი, რომ ის აქცენტს გააკეთებდა სომხეთის ევროინტეგრაციაზე, რადგანაც ეს თემა არის ძალიან აქტუალური არა მხოლოდ სომხეთში, არამედ ევროკავშირში და ევროკავშირისთვის ერთგვარი რაღაც ახალი გამოწვევასავით არის სომხეთი და ძალიან დიდი სურვილი აქვს ევროკავშირს, რომ მოლდოვას შემდეგ აჩვენოს კიდევ ერთი წარმატებული ისტორია, რაც გამოუვიდა საქართველოს საპირწონეთ, რადგანაც ყველამ კარგად იცის, როგორ იმედგაცრუებულია ევროკავშირი ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებით, რამდენი წვალება, ფინანსური დახმარება, გვერდში დგომა ჩაიდო და ახლა სამაგიეროდ ხედავთ, რომ საით მიდის ჩვენი ქვეყანა. ამიტომაც ძალიან აქტიურად უდგანან გვერდში სომხეთს და სწორედ აქედან გამომდინარე ასეთი კონტექსტით მაინც ვთქვათ საქართველოს შემოყვანას მოდი დავაზუსტოთ თუ ვინმე მარიცის, ანუ რა თქვა ამ კაცმა. ხო, ანუ რა თქმა უნდა ნიკოლ ფაშინიანი საუბრობდა
ევროინტეგრაციაზე სომხეთის მან სხვათა შორის ძალიან ღიად თქვა რომ იცის რომ ევროკავშირში გაწევრიანება არის მიღწევებზე დაფუძნებული როგორც დოკუმენტებში წერია და ბრიუსელში როგორც ამბობენ merit based ანუ ინგლისურად რომ ვთქვათ და მან თქვა რომ კი რა თქმა უნდა არც აქვს მოლოდინი რომ თქვათ რაღაც განსაკუთრებული წესები შეიძლება იყოს სომხეთისთვის და ამ კონტექსტში მან თქვა რომ აი სომხეთის წარმატებულ ევროინტეგრაციას თქვათ ერთ-ერთი ხელშემშლელი ფაქტორი არის საქართველოს და ევროკავშირის შორის ახლა არსებული ურთიერთობები და წინ წასასვლელად სომხეთისთვის ანუ თქვათ კარგი იქნება რომ უკეთესი ვითარება იყოს რეგიონში ანუ მათი გზა საქართველოზე გადის აი ამის თქმა უნდა და ხო საქართველოზე გადისო და აქვე ბიჭებო მინდა რომ თქვენს გემახსოვრებათ და გეცოდინებათ რომ საუბარი იყო და საკმაოდ სანდო წყაროებზე დაყრდნობით რომ ის რომ საქართველოს მიიღო კანდიდატის სტატუსი ძალიან მომხრე იყო ამის სომხეთი და არსებობს ინფორმაციები რომ ერთგვარად ლობირებდა კიდეც ზუსტად ამ არგუმენტით რომ შემდეგ ეს იქნებოდა ღია დერეფანი ღია კარი და სომხეთი შეძლებდა ჩაბმოდა საქართველოს და გაეჭრა ეს გზა კი აქ გაგაწყობნებ თამარ და წმინდა სომხურ პერსპექტივაში შემოვიყვან დაახლოებით წელიწადნახევრის წინ ვიყავი ერევანში ჩასული სამუშაოდ და იქ სწორედ აი ამ სომხეთის ევროინტეგრაციაზე მუშაობდი და ექსპერტების ჩავწერე უშუალოდ vox popi ანუ ხალხის გამოკითხვას და პრინციპში ამ ნარატივზე რაც ახლა ფაჩინიანმა გაახმოვანა სტრასბურგში იქ ყველა თანხმდებოდა რომ კი ჩვენ გვინდა ევროკავშირი და ევროპული პერსპექტივა თუმცა ეს ძალიან შორი პერსპექტივაა ეს ერთი და მეორე ჩვენზე გაცილებით წინ არის საქართველო და საქართველო ჩვენთვის იქნება კარიბჭე ამ ამბავში ჩვენ რო დავინახავთ რომ შენგენის ზონა და შენგენის საზღვარი აქ ჩვენთან საზღვარზევე სომხეთის საქართველოს საზღვარზე იქნება მაშინ იქნება ჩვენთვის გაცილებით ხელმისაწვდომი ევროპული პერსპექტივა ვიდრე დღეს არის ჩვენ ვაანალიზებთ რომ საქართველოს ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება ევროპული ინტეგრაცია ეს იყო ის განწყობა რომელიც ჰქონდა სომხეთში საექსპერტო დონეზეც მათ შორის მოქალაქეების იმ ნაწილს ესე ვთქვათ ვისაც ევროპული ინტეგრაცია უნდა და იმიტომ რომ ყარაბაღის ომი ახალგამთავრებული იყო და ცოტა ესეთი მრავალმხრივი განწყობები იყო, მათ შორის არსად წასულა ისტორიულად ეს პრორუსული განწყობები, ასეთი მოქალაქეებიც იყვნენ, თუმცა ყოველ შემთხვევაში მე ვინც ერევნის ცენტრში ჩავწერე და შერჩევითად ხა სომხეთში ჩასული ხარ, ასე ვერ შეარჩევ, ხო, ვინც ჩავწერე, უმრავლესობა მაინც ევროპულ პერსპექტივას ემხრობოდა, თუმცა აქვე რუსული განწყობებიც იყო და მათი განწყობა ეს იყო, რომ საქართველოს გარეშე ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება. შესაბამისად, აი ეს ნარატივები, რაც პაშინიანის ამ გამოსვლას მოყვა ქართულ საზოგადოებაში რომ ქართულმა ოცნებამ დააბარა ასე ვთქვათ რომ როგორც ორბანის გავლით ამერიკასთან დაალაგებას ცდილობენ ახლა ფაშინიანის გავლით ევროპასთან დაალაგებას ცდილობენ ან არ გამოვრიცხავ რომ ეს ასე იყო და დახურულ კარს მიღვა კობახიძემ და ფაშინიანმა ამ საკითხზე ისაუბრეს თუმცა ანუ რაც არ ვიცით იმ შეტყობინების თეორიებში ნუ წავალთ და რაც იყო სომხური განწყობა შეიძლება უბრალოდ ეს გულწრფელად გაახმოვანა თუმცა აქვე კიდევ ერთხელ ვამბობ რომ შესაძლოა კი ეს დახურულ კარს მიღმა სალაპარაკო თემაც ყოფილიყო ეს უბრალოდ მინდოდა რომ აი უშუალოდ სომხეთიდან პოზიცია ხა ამ წელიწადნახევარში არ მგონია რომ რამე განსაკუთრებულად შეცვლილიყო იქ პირიქით უფრო კი დაუახლოვდნენ გაცილებით წინ არიან დღეს სომხები და სომხეთი და ბრიუსელი ვიდრე იყვნენ თუნდაც წელიწადნახევრის წინ თუმცა აი ეს განწყობა სომხურ საზოგადოებაში იყო რომ თლიანად საქართველოსია მიბმული ანუ რაღაცნაირად რამდენი კითხვაც არ დავსვი აი ესე ცალკე აღებულ ინტეგრაციას სომხეთის ევროკავშირთან საექსპერტო დონეზეც არ განიხილავდნენ ისინი საუბრობდნენ რომ ეს ბევრწილად დამოკიდებული იქნება საქართველოს და ამას ზუსტად ამით იხსნიდნენ რომ აქ მოქალაქეებმა უნდა დაინახონ რომ ეს რეალურია და ეს არ არის უბრალოდ დაპირება და თუ კი საქართველოში ეს მოხდება მაშინ ჩვენ დავინახოთ რომ ჩვენ შეგვილია და აი ახლოს მივა მათთან პროცესს ძალიან ლოგიკური არის უბრალოდ რა არის იცი აი ახლა მაგ ნაწილში რომ ვინმე მაქედან ფაშინიანს დააბარა პირობითად ხო რაღაც ლობირება ანუ უბრალოდ ვერ ვალაგებ მაგ შემთხვევაში თან მხლები ხო უნდა იყოს კიდევ სხვა პროცესი ანუ სომხეთს რა სამაგიეროდ ხო მე კითხვა ეს მაგ სომხეთს რა ის რაც შენ თქვი სომხეთს ჭირდება
გასაგები, ეგ ძალიან ლოგიკურია. თუ კი ბოდიში გაგაწყობთ, თუ კი ქართულმა ოცნებამ დაავალო, რომ ჩემი დესპანი იყავი იქ. ფაშინას გაუჩნდებოდა კითხვა, კაი ვიქნები, მაგრამ მე სარგებელი ამისგან და აქ რა ალბათ გულისხმობ იმას, რომ მანამდე მთელი რიგი პრობლემები შეიქმნა სომხეთთან ურთიერთობაში, ხო? ჩვენგან დაბრკოლებებზე არის საუბარი. მაგრამ მე სხვა რაღაცას ვამბობდი ახლა, ნახე, თუ მე მინდა ვინმესთან ურთიერთობების დალაგება გარეთ და ვინმეს ვაბარებ, რომ ჩემი ლობისტი იყოს. პარალელურად მეორე მხრივ ჩვენ ხო ხედავთ, რომ არსად არ წასულა მათი მხრიდან ბრჭყალებში ევრობიუროკრატიის ლანძღვა და ევროკავშირის დეგრადაციაზე საუბარი და ეს ორი ერთად უბრალოდ როგორ თავსდება ვერ ხვდები, ერთი რომ ვერ თავსდება და მეორე გამოდის რომ ამით შენ აღიარებ რომ სომხეთი შენზე წინ არის და თხოვ ლობირებას. თუ კი ისე მოხდა რომ შენი პოლიტიკის შედეგად სომხეთმა რომელიც ასე ჩამოგრჩებოდა ევროინტეგრაციაში ახლა ისე გაგვისწრო რომ იქით გვაქვს სათხოვი რომ დაგვილაგე ძმაო ბრიუსელთან რა გამოდის რომ მაშინ აღიარებ შენი პოლიტიკის კრახს მე ყოველ შემთხვევაში თუ სხვანაირად გესმით კი ბატონო კომენტარებში თქვენ როგორ გესმით ხო ვინც ამათ უჯერებს რა რომ ევროკავშირი ჩამოქცეულია და უბედურება ხდება იქ და რა გვინდა იქ მთელი ქვეტექსტი ხო ეგ არის რომ რა გვინდა ხალხო იქ ახლა კითხვა უნდა დავსვათ საერთოდ ეროვნულ დონეზე გვინდა დებატები მიდის ამას მე ხო არ ვიგონებ და რატი და გიორგი დებატებს მართავენ ამ თემაზე ტელეეთერებში რომ გვინდა თუ არა საერთოდ იქ წასვლა და თუ ეს საკითხი ასე დგას თან პარალელურად ფაშინიანს იმას აბარებ რა ქვია წერილებს ატან აქედან რომ გეხვეწები რაღაცა დამილაგე აი ამ მთელი პროპაგანდის აბსურდულობაზე ესაც მეტყოლებს უბრალოდ ამის ხაზგასმა მინდოდა ხო იცი რა რაღაცა ამ ბოლო დროს აი ესეთი დაკვირვება მაქვს და აი თქვენი აზრი გიომაც თქვას ერთად ამბობ შენ მართალია რომ პროპაგანდას ეს ხაზი აქვს აღებული მაგრამ პარალელურად ასევე რაღაც დალაგების ხაზიც ხო აქვს აღებული ამერიკასთანაც და კობახიძემაც ბოლოს თქვა რომ რაღაც ევროპასთან და თუნდაც ნამდვილად სახეზეა რომ ძალიან აი აქაც შეიგრძნობა რომ ძალიან უნდათ სადღაც დაფიქსირდნენ რომ აი ევროპარლამენტში ვიღაცას შეხვდნენ აი პასეში მომავალ საგაზაფხულო სესიაზე ფიქრობენ რომ როგორმე ჩამოვიდნენ რაღაცნაირი მცდელობები ამ ხრივათაც არის ანუ ერთი მხრივ ეთყობა აი იმ ხალხისთვის ეს დალაგებული პროპაგანდა აქვთ და ვაი და არაფერი გამოუვიდათ ბოლომდე იმ ხაზს გაყვებიან მაგრამ რაღაცა მოძრაობები ნამდვილად სახეზეა მე არ ვიცი ეს იმისგან არის გამოწვეული რომ თქვათ მიხვდნენ გეოპოლიტიკურ ვითარებას რომ რუსეთი სუსტდება რეგიონში და მთლად რუსეთზე ჩამოკიდება შეიძლება კარგს არაფერს მოუტანთ და უკვე მოსინჯვა დაიწყეს რაღაცა სხვადასხვა ადგილებში მაგრამ ეს ხაზიც ნამდვილად მე რომ მკითხოთ ნამდვილად იგრძნობა რომ რაღაცა მცდელობები აქვს თავისებური კომუნიკაციის დალაგების მე არ ვიცი რამდენად თქვათ ფაშინიანს შეიძლება ვიღაცამ თხოვა შეიძლება ფაშინიანის მოსაზრებაც იყო რომ მოდით თქვენ გვჭირდებით და ეგ მცდელობები თამარა ხომ არ უკავშირდება წნეხის შემცირებას იგივე სანქციების დაწესებას სამომავლოდ ხო იგივე პერსონალურად ქვეყნები ეროვნულ დონეზე სანქციების და ეს ხო მოყვა ამ ამბავს რომ პირობითად ბრიტანეთიდან მივიღეთ სანქციები ეს ხო მაგ დროს ხდება მაგის შემდეგ ხდება ხო რასაც შენ ამბობ ნახე რომ ცოტა ფართოსურათში რომ შევხედოთ თუნდაც ყურლევის პორტის ამბავი თუნდაც პროპაგანდისტული არხების დასანქცირება რეალურად ეთყობა მართლაც მიხვდნენ რომ ეს არ არის თამაში და არ არის რაღაცა როგორც ფუთავენ რომ ჯილდო თუ არის რატომ აქვს პრობლემა მაშინ მიიღონ სიამოვნებით ეს ჯილდო და რატომ გაიგიჟეს თავი ყულევის სპორტთან დაკავშირებით და რატომ დიდი ძალისხმევა დაჭირდათ რომ ამოეღოთ მე-20 პაკეტიდან ყულევი თუ არ არის პრობლემა საერთოდ
როგორც ჩანს ზუსტად მაგას ვამბობ, რომ გეოპოლიტიკურად შეიძლება მათაც შეხედეს, რომ შეიძლება ისე დაეწყოს საქმე და რომ აგერ ირანს ვერაფერს ვერ შველის და ვერც ვენესუელაში ვერაფერი გააკეთა რუსეთმა და სხვაგან რო წავიდეს ეს პოლიტიკური ვითარება მე რა შვებია ან თვითონ შინაძია დამოკიდებული რუსეთი და ვის რა უნდა უშველოს გიო ხო მეც რამდენიმე სიტყვას ვიტყვი, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი არის ფაშინიანის გზავნილი, ყველა მიმართულებით მნიშვნელოვანია, მათ შორის ჩვენი ინტერესებისთვისაც ძალიან საგულისხმოა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ წინ ვიყავით თუ წინ ვართ რაღაცეებით, ამას ახლა ამ მომენტში არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, არ დაგვაუწყდეს, რომ სომხეთში ძალიან მალე არის არჩევნები, ეს ძალიან სერიოზული არჩევნები იქნება, სადაც ასტორის პინზე დგას ევროპული არჩევანი და რუსეთი, ანუ აქაც ორი ვექტორი ეჯახება ერთმანეთს, არ დაგვაუწყდეს ის, რომ სომხეთში ჯერ კიდე არის გიუმრიში 102 სამხედრო ბაზა, რუსი მესაზღვრეები კვლავაც იმყოფებიან სომხეთში, ანუ მარტივად ვითარება არ არის. რა თქმა უნდა, სომხეთს ჭირდება ძლიერი მოკავშირე და კიდევ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ მიუხედავად იმისა, რომ ფაშინიანი ყველანაირად ცდილობს, რომ დაალაგოს მეზობლებთან, ჯერ კიდევ მას ის არის ჩაკეტილი. ანუ სომხეთი ჯერ კიდევ არის ჩაკეტილი, მას არ აქვს საზღვარზე გახსნილი საკონტროლო გამშვები პუნქტი თურქეთთან, აზერბაიჯანშიც ეს მარტივი არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ომის შემდეგ წავიდა ეს მოლაპარაკებები და ასე შემდეგ და რა თქმა უნდა, საქართველო არის ძირითადი გამტარი ახლა მით უმეტეს იმ ფონზე რაც ირანში ხდება, ხო? ანუ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი არის, ფაქტორების ერთობლიობა არის სომხეთისთვის და სომხეთის ეროვნული უსაფრთხოებისთვის ძალიან დიდი გამოწვევა, არაფერს ვამბობ ეხლა ჩვენზე რო არ ვისაუბროთ, ხო? ასე რომ შენ რასაც ამბობდი, რატი ეს ძალიან მნიშვნელოვანია, სომხეთში პროგრესული ნაწილი, რა თქმა უნდა, მხარს უჭერს ევროინტეგრაციას. და იქაც არის გარკვეული ნაწილები, რომლებიც ევროინტეგრაციას უჭერენ მხარს, მაგრამ ძალიან არა ფაშინიანს, უჭერენ ევროინტეგრაციას მხარს და მხარს უჭერენ ფაშინიანს. ანუ ბევრი გრადაცია არის საზოგადოების სხვადასხვა შრეებში და ესეც მნიშვნელოვანი ფაქტორი არის. ის, რასაც თამარი ამბობს, აბსოლუტურად ვეთანხმები, რა თქმა უნდა, მართველი ძალა ცდილობს რაღაცა გამოსდოს, ანუ რაღაცა მოლაპარაკებები, ვიღაცასთან რაღაცა მეტი კონტაქტი გამოიჩინოს, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ყველამ დაინახა, რომ კიევი 24 საათში არ დაეცა, არც 48 საათში, არც 72 საათში, არც 3 კვირაში, არც 3 თვეში, არც 3 წელიწადში. ეს ომი გრძელდება, უკრაინა იბრძვის და მთელი ის ნარატივი, რომელიც შემოვიდა 2022 წლის 24 თებერვლიდან და გავრცელდა პროპაგანდისტული არხები და ასე შემდეგ, რომ რუსეთი იმარჯვებს, საბოლოო ჯამში აი ამ ტყუილის ტყვეობაში აღმოჩნდნენ ძალიან ბევრნი. ხო? და სანქციების მსუსხავ ეფექტს დავარქმევდი მე ამ გააქტიურებას, რასაც ახლა ჩვენ უყურებთ ქართული ოცნების მხრიდან. პრინციპში ქართულ ოცნებას არასდროს არ დაუმალავს, რომ რამე იყოს, მათ უნდათ ევროპული მომავალი, მათ უნდათ დასავლეთთან ურთიერთობა, მათ უნდათ ამერიკასთან მეგობრობა, ოღონდ თავის პირობებზე. ოღონდ პარალელურად ქართულ ოცნებას უნდა გქონდეს უფლება, რომ რუსეთთან ივაჭროს, ემეგობროს, ფული შემოვიდეს, ფული აკეთოს. ბოდიში, მან ერთ რაღაცას ვიტყვი პატარა ჩანართი. საერთაშორისო პარტნიორები მუდამ ეუბნებოდნენ საქართველოს ყველა ხელისუფალს, რომ რუსეთი არის თქვენი მეზობელი, ეს თქვენ გინდათ თუ არ გინდათ, ესეთი გეოგრაფიული მოცემულობა, თქვენ გჭირდებათ რაღაცა საკონტაქტო ხაზი. ეხლა ამ ხაზებს ვინ როგორ იყენებდა, ჩვენ ამაზე ბევრჯერ გვისაუბრია. ეხლა უამრავი კითხვის ნიშანია დაწყებული, მაგალითად 2008 წლის შემდეგ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო კონტროლის მოხსნის თაობაზე და ნუ იქიდან მოყოლებული დღემდე, ხო? მანამდეც ბევრი კითხვის ნიშანია. კი, და მე როგორც კი ქართულ ოცნებას ეს სულ უნდა, ანუ არავინ არის გიჟი, რომ არ უნდადეს დასავლეთი. უბრალოდ ქართულ ოცნებას ეს თავის პირობებზე უნდა და ეს თავისი პირობები სახელმწიფოს პირობები კი არ არის, პარტია ქართული ოცნების პირობები არის. რომ მათ აკეთონ ფული, კონდეთ შესაძლებლობა ეს რაღაცა იგივე ყოლებში რასაც აკეთებდნენ, ეგ აკეთონ და თან ყოველთვის მიზეზად მოაქვს, რომ აი თქვენ სხვა აკეთებთ მაგას, კაცო, ევროკავშირიც ხო ვაჭრობს რუსეთთან და ჩვენ რატო არ გვაქვს ამის უფლება და ჩიპების რეექსპორტი რო რაღაც ცაში გაფრინდა, გეგონება აქ რამეს ვაწარმოებდეთ და ეს ჩიპები რო პირდაპირ სამხედრო ინდუსტრიაში მიდის, ხო, ამაზე თვალის დახუჭას თხოვდნენ და ახლა მიხვდნენ, რომ ამაზე თვალს არავინ არ დაუხუჭავს და
თუ კი გინდათ ევროკავშირთან ურთიერთობა, მაშინ რაღაც დათმობებზე უნდა წახვიდეთ. და აი ხა ამ დათმობებზე წასვლა დაიწყეს რეალურად რა. და იგივე ყოლევის ტერმინალის თემა არის ძალიან ხაზგასმით მაგალითი თან როგორ შეფუთეს, ხო, რომ აი ვერაფერი ვერ აღმოვაჩინეს და ამოიღეს სასანქციო სიდან. ამ დროს ან როგორ ყვილს ამბობენ, ხო, რომ ჩაწერილია პირდაპირ რომ ქართულმა მხარემ პრაქტიკულად აღიარა, რომ სანქცირებულ რუსულ ნავთობს ამუშავებდა და თქვა, რომ მოდი ეს ახლა მაპატიეთ და აღარ ვიზამ. ამაზე პასუხად მიიღეს, რომ კი ბატონო, მოგყვებით მაგ ამბავზე, ოღონდ აღარ ქნათ. მე არ ვარ დარწმუნებული, რომ აღარ იზამენ, მაგრამ იმედი დავიტოვოთ, რომ აღარ იზამენ. და ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს და ხაზს უსვამს იმას, რომ ევროკავშირი არათუ დაინტერესებულია საქართველოს დესტაბილიზაციით, არამედ პირიქით ყველაფერს აკეთებს და ხშირ შემთხვევაში საკუთარ პრინციპებზე უკან ნაბიჯს დგამს, საიმისოდ, რომ სახელმწიფო საქართველოს საბოლოოდ არ ჩამოშალოს, იმიტომ რომ ყულევის დასანქცირება ეს მარტო იქ ვიღაცა კონკრეტული ბიზნესმენების ჩამოშლა კი არ იქნებოდა, საქართველოს ეკონომიკას ძალიან სერიოზულად დაარტყამდა პარალელურად. ასე რომ აი ევროკავშირის ეს ნაბიჯი ჩემთვის ასე იხსნება. ყოველ შემთხვევაში არ დაწერეთ კიდევ ერთხელ კომენტარებში თქვენთვის როგორ იხსნება. და აქედან გამომდინარე თვითონ ის პროპაგანდა როგორც ეცადა რომ ეს შეეფუთა, ეს მე მიტოვებ საფუძველს თქვა რომ ესენი იგივეს გააგრძელებენ. ეცდებიან ოღონდ უფრო კარგად დამალონ. ვერ დამალავენ რატი, ვერ დამალავენ და იქვე ამ წერილში, რომელიც გამოიგზავნა ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისგან სანქციების წინაშე და ალბათ ნახავდით ხო, ყველამ პირდაპირ მოდი მაინც თქვათ ხო, ხაზგასმით რა წერია. ხო, ანუ არა ერთი ორი ნაწილი შეიძლება ამ წერილიდან გამოვყოთ. ერთი ის რომ სწორედ ამაზეა ლაპარაკი, რომ აიღო ქართულმა მხარემ და ასევე სხვათა შორის უნდა ვთქვათ სოკარზეც არის საუბარი და არა მარტო საქართველოზე რომ აიღეს ვალდებულება, რომ აღარანაირად არ იქნება სანქციების გვერდის ავლა და მეორე ნაწილი უკვე ის არის რომ და თუ კი მაინც იქნება დარღვევა და მთელი ჩამონათვალია იქ არის მირის სისტემასაც ვინც გამოიყენებსო კიდე სხვადასხვა გადარიცხვების სისტემები ბანკებს და რომ ევროკავშირს აქვს საკმარისი ბერკეტი იმისთვის რომ ბევრად უფრო მკაცრი სანქციები, ანუ პაკეტში კი აღარ ჩადებენ. პირდაპირ თარგეტირებულად მოხდება დასანქცირება კონკრეტული რაღაც აი ამ ობიექტის. და ასევე უნდა გავიხსენოთ ამ წერილს ხომ წინ უსწრებდა პირველი წერილი, რომელიც ასევე ლამაზად შეფუთა ქართულმა ოცნებამ და თქვა რომ ვითომ მადლობა გადაგვიხადეს იმისთვის რა კარგად რო არ ვარღოთ არაფერსო და იქაც ერთი აბზაცი იყო, ანუ ევროპული, ეს არის ევროპული დიპლომატია და მათი ვორდინგი ასეთია, თავშივე კი არ დაწერენ, თითებს კი არ დაუქნევენ, რომ ნახეთ რაღაც ცოტა ხნის წინ რაღაცა წერილები რო იყო, მიწერილი თუნდაც ბრიტანეთის საელჩოში რაღაცა ოცნება, ასე არ მუშაობს დიპლომატია. პირველი ნაწილი იქ არის ჩვეულებრივად დიპლომატიურად ძილობიანად და მეორე ნაწილში პირდაპირ ეწერა, რომ გვაქვს ანუ გაფრთხილებთ, იქაც გაფრთხილება იყო, რომ არის პოტენციური საფრთხე აი სხვადასხვა მიმართულებებით, რომ თავიდან იქნეს აცილებული ეს სანქციები და გაფრთხილებთ და მოვითხოვთ, რომ მიაქციეთ ამას ყურადღება. ეს პირველი წერილი იყო და როგორც ჩანს კი არა, ახლა უკვე ვწმუნდებით, ასევე მიმოწერით, რომ არ გაითვალისწინეს პირველი გაფრთხილება, რასაც მოყვა მე-20 პაკეტში ჩასმა და სხვათა შორის ევროსკოპის რომელსაც მედია პლატფორმას მე წარმოვადგენ, ასეთი კულუარული ინფორმაციით მე მითხრეს, ჯერ კიდევ ახალი ინფორმაცია იყო გავრცელებული, რომ მე-20 პაკეტში ჩაიდებოდა ყულევი, როცა დავსვი კითხვა, რომ ეს რამდენად სერიოზულია, ასე მითხრეს პირდაპირ, რომ ციფრებიც აქვთ და ყველაფერი აქვთ და რომ ტყვილა არავინ არ ჩასვამდა არაცეთ ობიექტს სანქციების პაკეტში და ასევე რაც ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ისიც მითხრეს რომ პირველად მოლაპარაკებებზე ელჩების დონეზე უნგრეთს არანაირი წინააღმდეგობა თქვათ არ გაუწევია ამ საკითხთან დაკავშირებით და ეს ინფორმაცია მე რომ მკითხოთ დასტურდება იმით თვითონ რომ დაიწყეს მიწერა ევროკავშირისთვის. ანუ
არ ქონდათ უნგრეთიდან გარანტია, რომ უნგრეთი ბოლომდე მიყვებოდა და დაბლოკავდა ყულევის არ მოხვედრას სანქციების მე-20 პაკეტში და იმიტომაც გავიდნენ პირდაპირ ევროკავშირზე და არ დარჩენ მხოლოდ უნგრეთის იმედად. და ასე რომ ეს გაფრთხილებაც არ მგონია რომ ესე სათამაშო იყოს და ყურად არ მისაღები, რა ვიცი. საინტერესოა თამარ, ეხლა რო გისმენ, იმაზე ვფიქრობ, გასაგებია რომ მათი მხრიდან ეს არის დათმობა, გასაგებია რომ ქართული ოცნების მცდელობები იქ ვიღაცებთან რაღაცების დაალაგების არის აბსოლუტურად თავის დაზღვევა ამ სანქციებისგან, მოსალოდნელი სანქციებისგან, მაგრამ საინტერესოა მათი მხრიდან, ანუ ევროპელების მხრიდან იქნება თუ არა მოთხოვნა გარკვეული შემხედრი ნაბიჯების ამის საპასუხოდ რომ თუნდაც ეს სანქციები ამ სანქციების პაკეტში არ მოხდა ყულები. იგივე იმ კანონმდებლობის შემსუბუქების ნაწილში ვამბობ, რაც უკვე ამოქმედა ქართულმა ოცნებამ და რაც მწვავე კრიტიკის საგანია სხვადასხვა დონეზე, ხო? ეს ყოველთვის ახლა ხო ხედავთ მუდმივად ყველა განცხადებაში ყველა კომენტარში ეს მოთხოვნებია და მასე გუშინ მაგალითად როდის გავა ეს ეპიზოდი ჩვენი ეს თარიღი არ ვიცი წინასწარ, მაგრამ ყველა მიცის მაყურებელმა მოსმენილი ექნება მარტაკოსის გამოსვლა გაფართოების სტრატეგიის დებატებზე და სწორედ თქვა ძალიან ღიად კომისარმა, რომელსაც კონკრეტულად ეხება საქართველოს და რომელსაც ეხება გაფართოების საკითხები. და მან ძალიან ღიად თქვა რა არის პრობლემა, რომ ეს უფრო მეტად აგდებს ავტოკრატიულ რეჟიმში ის კანონები რაც არის და ასევე რაზეც ცოტა ხნის წინ ლაპარაკობდით თქვენ პირდაპირ თქვა ადამიანმა რომ ქართული ოცნება ატყუებს მოსახლეობას რომ მიყავს ევროპისკენო. ანუ სიტუაცია ეს ანუ მაგიდაზე ბექა მუდმივად დევს ის ჩამონათვალი საკითხების რაც ჭირდება ქართულ ოცნებას იმისთვის რომ მათ თუ რეალურად უნდა დაუბრუნდნენ ევროინტეგრაციის გზას უმარტივესია. ეს არის ელემენტარული, ფუნდამენტალური საკითხები. გასაგებია, ანუ ჩემთვის ესე ვითარგმნება ახლა ეს სიტუაცია, რომ კი, მაგიდაზე ბევრი აქვთ, შეუძლიათ გააკეთონ და არ აკეთებენ, მანამდე ვიდრე მათთვის რაღაცა კონკრეტული საფრთხე არ დადგა. ანუ სანქციები არის ერთადერთი ბერკეტი, რაც მუშაობს, ანუ აქედან მხოლოდ ეს დასკვნა გამომაქვს მე პირადად და ასე მგონია, რომ იმედი მაქვს ყოველ შემთხვევაში, რომ ამ ბერკეტს გამოიყენებენ, რადგან ამაზე რეაგირებს პაციენტი. ხვდი, ანუ ხო, მე აქვე ესეთი კითხვა გამიჩნდებოდა ქართული ოცნების ამომრჩეველი რომ ვიყო, რომ თუ კი დღემდე პარტია მეუბნებოდა რომ რუსული სანქცირებული ნავთობის არყიდვა ომში ჩართვას გაუტოლდებოდა. თუ კი ევროკავშირის თხოვნა შეგვესრულებინა სასანქციო წესები ომში ჩართვა იყო და ამას მეუბნებოდა პარტია და დღეს იგივე პარტია იღებს ვალდებულებას რომ ეს სანქციები შეასრულოს ომში ხომ არ გვითხრებს შემთხვევით. ხომ არ უდრის ეს ყველაფერი ომში ჩართვას. ხო, მე გამიჩნდებოდა ეს კითხვა. ალბათ მაგიტო არ ვარ ოცნების ამომრჩეველი, რომ ეს კითხვა გამიჩნდა. და ფაშინიანის გზავნილი თუ პოზიტიური სიგნალია, ეგაც ომში ჩართვის მცდელობა ხო არ არის ირიბად. ანუ კი, აუცილებლად. სომხეთის გავლით ხომ არ არის მაგის მცდელობა, რა ვიცი. რთული საკითხი არის ნამდვილად, არც მინდა მაგაზე რაღაცა კომენტარის გაკეთება, უბრალოდ ერთს ვიტყვი. რასაც თამარი ამბობს და რასაც თქვენ ამბობთ, გავაგრძელებ იმას, რომ რეალურად როგორც არ უნდა მოინდომოს ძალაუფლებაში მყოფმა ხალხმა საქართველოში, რომ აღადგინონ ეს ყველანაირი კავშირი და ასე შემდეგ, ნდობის აღდგენა იქნება ძალიან რთული. ეს ნდობის აღდგენა დაჯდება ძალიან მაღალი ფასი და თუ კი აქამდე ევროკავშირი რაღაცეებზე თვალს ხუჭავდა და ვიცით რომ ხუჭავდა აწი თვალს არაფერზე არ დახუჭავს და არაფერს არ გაატარებს. ანუ მოგვიწევს ძალიან მაღალი ფასის გადახდა მართლაც აი ამ ცვალებად, აი ამ ძალიან საშიშ გარემოში, როცა ჩვენ გვჭირდება თითოეულ მოქალაქეს გვჭირდება ევროკავშირი და ნატო იმისთვის რომ ვიყოთ უსაფრთხოდ და კეთილდღეობა გქონდეს და მართლა გადავრჩეთ აი ამ საშინელებაში რაც ირგვლივ არის. სხვათა შორის მაგაზე ძალიან ბევრს ვფიქრობ ხოლმე, ყოველ ჯერზე ვფიქრობ ხოლმე, როდესაც ორბანი რამეს გაჭედავს რა. ანუ ერთით შევხედოთ ახლა ჩვენ ევროკავშირის მხრიდან, ანუ მათი ძირითადი ბირთვის მხრიდან და არა ვთქვათ
ორბანის კატეგორიიდან. ჭირდებათ მათ კიდევ ახალი ორბანი? მაგაშია საქმე. ხო არ ჭირდებათ ეს დამატებითი პოლიტიკური რისკები, ანუ მთელი ამბავი ხო ის არის, რომ სუვერენიტეტს კი არ გილახავ, პოლიტიკური თანხმედრა უნდა არსებობდეს და ეს რისკებია მათი მხრიდან აბსოლუტურად გასაგები არის. შენ რისკებზე საუბრობდი, გიორგი მაღალფასზე საუბრობდა, მანამდე ყულევზე საუბრობდით, ყულოვი უკავშირდება ნავთობს, ნავთობი უკავშირდება ირანს და ასე ამ ჯაჭვით გადავიდეთ. ის 24 არ დაგავიწყდეს თავში. ირანზე გადავიდეთ ესე. მოდი ირანის თემის განხილვა აი ამ ნავთობზე ფასების ამერიკული გორებზე საუბრით დავიწყოთ. ომამდე იყო 65-70 თუ სწორად მახსოვს. შოკი რაც ომმა მოიტანა პიკზე გავიდა $119-120 ბარელზე, მერე დასტაბილურდა ბაზარი, ჩამოვიდა, თუმცა ვერ დაუბრუნდა იმ ნიშნულს, სადღაც შუაში გაიჭედა $85-90 ბარელ ნავთობზე. მიუხედავად იმისა, რომ რუსული ნავთობი დასანქცირებულია, მაინც იყიდება ცოტა უფრო იაფად, მაგრამ მასაც შეეხო ეს ფასის მატება და ახლა დაახლოებით $80-85 ღირს რუსული ნავთობი. დღეს ჩემს არხზე ეპიზოდი ჩავწერე და მან გამოვიანგარიშა და მაგიტომ მახსოვს, დაახლოებით $53 მილიარდ მოგებას ნახავს აი ამ თუკეს შენარჩუნდება წლიურად რუსეთი აი ამ მაღალი ფასით. $85 სად არის რატი? აი ნახე 56-დან 100-ზე ავიდა. რუსეთის სანქცირებული ნავთობი იყო დაახლოებით $56-57 ომამდე, პიკზე $100-ზე გაძვირდა და ეხლა 80-85-ზე ჩამოვიდა ისე. აი ეს რუსულ ნავთობზე არის საუბარი და აი ეს ფასში სხვაობა თუ კი ესე შენარჩუნდა წლიურად მარტო ეს ამბავი მოუტანს პლუს 53 მილიარდს. და აქ თავარი რაც არის ჩემი აზრით ამერიკამ უკვე ნებადართო ინდოეთს რო შეისყიდოს ეს რუსული ნავთობი ერთი თვით და ეს ძალიან დიდი ფული არის. ასე რომ თუ კი ეს კამპანია დიდხანს გაგრძელდა ირანში, ამეთი რუსეთი ცალსახად იხილავს. მოდი ასე ფინანსურად ეს ფინანსები რამდენად მნიშვნელოვანია ომზე, გასაგებია, ხო? ასე რომ ეს უკუჩვენება ამ ომს უკრაინასთან მიმართებაში ქონდა, თუმცა მეორეს მხრივ, როდესაც დარწმუნებული ვარ, როცა იქნება თუ კი ტრამპს რამე თავში არ გადაუტრიალდა და შუაგზაში არ მიატოვა, აუცილებლად დასრულდება იმ შედეგებზე გასვლით შედეგების დაისახეს ამერიკამ და ისრაელმა ამ ოპერაციის დაწყების წინ, რომელიც პრაქტიკულად ომშია გადაზრდილი. ახლა იმაზე მიდის მსჯელობა საერთოდ boots on the ground არ იყოს და ხმელეთზე არ შევიდნენ და რა მოხდება ამის მერე. ეს რაც გაწილავს ძალიან ამ ომს, რა თქმა უნდა. შესაბამისად, როდესაც ეს ყველაფერი დამთავრდება, მერე უკვე სხვანაირად იქნება ყველაფერი, სხვანაირად დარეგულირდება ფასები, თუმცა მანამდე მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ორბანი ბლოკავს იმ 90 მილიარდს უკრაინისთვის, უკრაინა შეიძლება ამ ამბავში გაიჭედოს. ასე რომ ახლა ბექასთან მინდა გადავიდე, იმიტომ რომ ძალიან დეტალურად დევნეს თვალყურს რაც ხდება მის რედლაინზე და შესაბამისად მოგვიყვება სიახლეებს. ხო, ანუ მაგ მხრივ ნავთობის ფასის თვალსაზრისით ალბათ ჩემი აზრით, ჩემი დაკვირვებით ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, აი ტრამპის ბოლო განცხადება, ხო? რატომ გააკეთა უცებ ესე მოულოდნელად ტრამპმა ეს განცხადება? მოდი აქედან დავიწყოთ მსჯელობა. ჩვენ გვაქვს ესეთი მოცემულობა, რომ იგივე ომის დეპარტამენტი, ცენტრალური სარდლობა რომელიც უშუალოდ პასუხისმგებელი არის აქ საბრძოლო მოქმედებებზე, ამბობენ რომ ჯერ ჩვენ ახლა დავიწყეთო. დღესაც აი ახლა როდესაც ამ ვიდეოს წერთ ხო, დღეს 4 შაბათია, 11 მარტია, უმძიმესი დარტყმები იყო ირანის მთელ ტერიტორიაზე გასულყამე ტონიან ბომბებს ყრიან და უკვე პრინციპში 2-3 დღეა რაც ჩაერთო სტრატეგიული ავიაცია, რა მანამდე ძირითადად ხო ბომბდამშენებით რა ქვია, ავიაგამანადგურებლები მუშაობდნენ ძირითადად და ნუ ტომაჰავკებს უშვებდნენ გემებიდან. მძიმე ავიაცია ჩაერთო და ტონიან ბომბებს აყრიან თავზე. და ამ დროს ტრამპი გამოვიდა და ძალიან მოულოდნელი განცხადება გააკეთა, რომ ჩვენ ძალიან მალე დავასრულებთ ამ ომს. ნუ ოპერაციას ეპიკური რისხვას, ხო? ანუ ეს რას მოყვა? მოყვა სწორედ მაგას, ჰორმუზის სრუტის ბლოკადის დაწყებას და ფასების პანიკას, ფასების სწრაფ ზრდას და სხვათა შორის როგორც კი ტრამპმა ეს განცხადება გააკეთა, იმ წამსვე დაიწყო ფასების კლება საერთაშორისო ბაზარზე. ამასთან ამავე განცხადებაში მან დიდი ყურადღება დაუთმო უსაფრთხოების გარანტიებზე საუბარს.
გემების გაცილებას ესკორტს ჰორმუზის სრუტეში. ასევე დიდი ყურადღება დაუთმო ჩინეთზე საუბარს და თქვა რომ ეს დიდი საჩუქარი იქნება ჩინეთისთვის უსაფრთხოება, იმიტომ რომ ისინი ყიდულობენ მართლაც 40% რაც გადის ჰორმუზის სრუტეში შედის ჩინეთის პორტებში. აქედან გამომდინარე შეეცადა ტრამპი აი ამ განცხადებით სხვა საქმეა რომ რეალურად ჩვენ ხედავთ რომ არ დამთავრებულა ეს ოპერაცია და კაცმა არ იცის კიდევ შეიძლება 1-2 კვირა არ დამთავრდეს, მაგრამ შეეცადა ტრამპის ეს განცხადება ჩემთვის იყო ცეცხლის ჩაქრობის ტემპერატურის დაწევის აშკარა მცდელობა. და ამავდროულად ჩვენ ხედავთ სამხედრო მოქმედებებს, რომელიც ბოლო 2 დღეა უკვე მიზანმიმართულია პორტებისკენ და საზღვაო შესაძლებლობების განადგურებისკენ, ხო და მე თანხმობით ან ბოლოს კადრები რაც ვრცელდება უკავშირდება მათი ხომალდების ჩაძირვას ყოველ ჯერზე 60-ზე მეტი ხომალდი 60-ზე მეტია უკვე და არა თუ დიდი ხომალდები და წყალქვეშა ნავები. ამ შემთხვევაში უკვე პატარა კატარღების დონეზე დაიწყეს ოპერაციების ჩატარება, იმიტომ რომ თავის მხრივ ირანის რეჟიმმა დაიწყო საზღვაო ნაღმების განთავსებაც ჰორმუზის სრუტეში. დღეს იყო ასევე ასეთი ფაქტი, რომ 3 ნავთობტანკერს დაარტყეს და იყო სერიოზული აფეთქებები წყალქვეშა დრონებით თუ წყალზე და წყალქვეშა, კი ბატონო. ანუ ეს ცალსახად მიანიშნებს, რომ ირანის რეჟიმის მთელი გათვლა ახლა მას შემდეგ რაც ვერ გაჭრა მეზობლების დატერორებამ, დიდწილად ამან ვეღარ იმუშავა და რომ ატერორებთან რესურსებზე უნდა იყოს ეგ დატერორება დამოკიდებული, ხო? ანუ თანდათან მათ უმცირდებათ უკვე 90%-ს გადაცდა მათი შესაძლებლობების შემცირება სარაკეტო იერიშების თვალსაზრისითაც და დრონებით იერიშების თვალსაზრისით და ეს უკვე დაეთყო სტატისტიკას, რამდენი იყო პირველ დღეებში, ვთქვათ, იერიშები მიტანილი ისრაელზე და არა მხოლოდ ისრაელზე და ახლა რამდენია, ხო? მაქსიმუმი არის აი 40-45 ბოლო დღეების განმავლობაში ბალისტიკა და სადღაც ეგრე არის დრონებიც. ანუ მათ აღარ აქვთ იმის რესურსი, რომ შორ დისტანციაზე მეზობლები იგივე ტემპით ბომბონ, როგორც მანამდე ბომბავდნენ და ახლა გადაერთნენ მთლიანად ნავთობის კუთხით ტერორზე, რაც არის მათი მხრიდან, ლოგიკური გათვლა პრინციპში, მათ უნდათ მაქსიმალური წნეხის ქვეშ მოაქციონ დანარჩენი მსოფლიო და ეკონომიკა და ერთადერთი რაც უნდა ვთქვათ, ალბათ ისინი ამ გეგმაზე უარს არ იტყვიან, სანამ ამის შესაძლებლობა იქნებათ. მთავარი არის ახლა დრო, რომელი დროც უნდა მოიგოს ისევ და ისევ ისრაელის და ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალებმა და აქვე დავამატებდი საფრანგეთის ჩართულობას, ვინც არ იცის, უკვე გაგზავნილი არის შარლ დე გოლის სახელობის ავიამზიდი, მაკრონიც იყო თვითონ ამ ეკიპაჟის წევრებსაც შეხვდა და სხვა პარტნიორი ქვეყნებიც. ბრიტანეთის პოზიცია ბოლო-ბოლო ვერ გავიგე. სტარმერი ხან ამბობს რომ ჩვენ ვაგზავნით ავიამზიდებს, მერე ამბობს რომ დღეს შაბათია არ მუშაობდით და ორ შაბათს გავავრცელებთ განცხადებას, მერე ამბობს რომ კი ჩვენ აქ ვართ და სხვათა შორის ტრამპს გონა ძალიან მაგარი განცხადება ბრიტანეთის მისამართით რომ გავიგეთ, დიდი მადლობა, ჩვენ უკვე ვიგებთ ამ ომს, კარგად იყავით. ხო, შემდეგ ჯერზე შეგაწუხებთ თონად დაახლოებით ეგეთი, ანუ ძალიან ღიად მიანიშნა რომ მოდი რა თუ აკეთებთ, გააკეთეთ, თუ არა და დაგვიანებული დახმარება არავის არ ჭირდება. რომ არ გამიგრძელდეს სიტყვა, ხო, მთელი ამბავი ახლა არის ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოება, რომლის ინტერესით თავის მხრივ ჩინეთს გააჩნია და კარგი მესიჯი იყო ეგ ტრამპის მხრიდან ჩინეთს მიანიშნა. ჩინეთზე ორ სიტყვას ვიტყვი კიდევ რომ ისინი ცდილობენ ზეწოლას ირანზე და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს ჰქონდა ეგეთი განცხადება, რომ ჩვენ მხოლოდ ჩინურ გემებსო გავატარებთო. ანუ ამას ამ გამონაკლისს დაუშვებთო რა. ეს არის ნავთობის თემას რომ გავწდე, ჩემი აზრით საინტერესო ასევე ცოტა ვისაუბროთ ირანის მომავალზე ამ ეპიზოდშიც და ბოლოს ვიდრე ჩაწერას დავიწყებდით ფეხლების ერთ-ერთ ბოლო მოწოდებას გავეცანი, სადაც ის კიდევ ხალხს სახში დარჩენისკენ მოუწოდებდა და მენიშნა რომ როგორც ჩანს ის ახლო მომავალში აპირებს დაბრუნდეს, ეგეთი განცდა რჩება და გარდა ამისა თუ დავაკვირდებით იგივე ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებებს, დღეს მიშა ხეცოიძე არ ყავს, ის უფრო მეც მოგიყვებოდა, თუმცა ამ ბებს ჩვენც ვადევნებთ თვალს. ნეთანიაჰუს
ბოლო მიმართვაში ძალიან დიდი აქცენტი კეთდებოდა ისევ და ისევ ირანელ ხალხზე. ისე უბნებოდა მათ, რომ ძალიან ახლოს არის გადამწყვეტი მომენტი, მუდმივად ხაზს უსვამს როგორც წინა ჯერზე და ჩვენც არაერთხელ გვისაუბრე ამაზე, რომ ორივე ერის ინტერესი არის, რომ რეჟიმი შეიცვალოს. თან ამას თუ დაუმატებთ ტრამპის განცხადებას, რომ ხო, შეიძლება დღეს იყოს, შეიძლება ხვალ, შეიძლება ერთი კვირის მერე, მაგრამ ეს არ იქნება გრძელვადიანი კამპანია და ისინი ამას მალე დაასრულებენ. შემდეგი სცენარი მე ესე მესახება, რომ დიდი გათვლა სწორედ რეჟიმის ცვლილებაზე უნდა გაკეთდეს. ჩამოშლილი ინფრასტრუქტურა, კომუნიკაციები, დასუსტებული ყველაზე მეტად რამდენადაც ყოფილა ოდესმე ირანის რეჟიმი, მინუს აიათოლა, დიდი კითხვის ნიშანია უმცროს ავიათოლასთან მიმართებით, ხო, ფოტოც იყო, დიდი ამბავია სოციალებში ატეხილი, დაატარებენ. ფოტო იყო ფოტოსი. ხო, საოცრება იყო. საერთოდ მუყაოს, ხო, რაღაც კარდონზე გამოსახული, ანუ წარდგენის დროს გამოიტანეს. კაცი არავის არ უნახავს მე. ხო, საერთოდ ბევრი მსჯელობა მიდის მაგაზე, რომ შეიძლება არც არის ცოცხალი და იმიტომ რომ პანიკა არ გამოიწვიონ, ამას არ ასაჯაროებენ. სადღაც აღარ მახსოვს უბრალოდ რომელ წყაროზე ვკითხულობდი, რომ კომაში არის შეერთებული, ხო, უბრალოდ არ მახსოვს რა წყარო იყო. არც ისიც არ იცის, რომ მამამისი დაიღუპაო, ხო, იყო ესეთი რაღაც. მე გეტყვით რომელი წყარო იყო ერთ-ერთი, არის 2CTV, ეგეთი მილიონნახევარი მომწერი ყავს YouTube-ზე, ტიპია, ირანელი ჟურნალისტია, რომელიც ბრიტანეთში არის და მას ხშირად უსმენ ხოლმე, ძალიან დეტალური და ბევრი წყაროდან ინფორმაციები აქვს ირანიდან და ეგ ამბობდა მაგას, რომ 4 სხვადასხვა წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა ის არის ლიკვიდირებული. სხვა ისრაელის მედიაც ავრცელებდა ამაზე, თუმცა შემდეგ ვნახეთ ეთერები ესეთი, სადაც მიზანი, დიდი წითელი მიზანი ჰქონდათ დასახული მოჩთაბა ხამენეის თავზე, რომ ის არის პირველი სამიზნე, ასე ვთქვათ. ნებისმიერ შემთხვევაში ხელმძღვანელობა მნიშვნელოვნად არის შერყეული, ამას არ აღიარებენ, ეხა ეგ ახალი ამბავი არ არის, ირანის ხელმძღვანელობა ყოველთვის ამას ამბობს, რომ შარშანაც რო დაბომბეს, მოვიგეთ ომიო ამას იძახდნენ და არ არის გასაკვირი, რომ ისინი არ აღიარებენ თავის პრობლემებს. და ნუ ნახოთ, დანარჩენი არის დიდწილად ირანის საზოგადოებაზე ახლა დამოკიდებული, რამდენად შეძლებენ აქტიური ფაზის დაწყებას და როგორ შეუწყობენ დანარჩენები ხელს, ხო, იქ ხა მაშინ იანვარში არ იყო იქ ავიამზიდები და არ იყო იგივე სადაზვერო წყაროები და კომუნიკაციის შესაძლებლობები, რომ დახმარებოდნენ და ახლა პირიქით არის სიტუაცია. მოდი მეც რამდენიმე სიტყვას ვიტყვი. რაკეტების რაოდენობა მკვეთრად არის შემცირებული, თუკი პირველ დღეს ირანმა 350 რაკეტა ისროლა, მაგალითად მერვე დღეს 15 რაკეტაზე ჩამოვიდა. 5500-ზე მეტ სამიზნეზე მიიტანეს იერიში ერთობლივმა ძალებმა ისრაელისა და შეერთებული შტატების და რასაც შენამ უფრო მე უკვე ტონიანი ბომბების გამოყენება დაიწყეს ეს ყველაფერი, ანუ საავიაციო ოპერაცია გრძელდება, რაც შეეხება სახმელეთო ნაწილს, ამაზე ჩვენ ხშირად საუბრობდით ბოლო ეპიზოდებში ძალიან ბევრს. და საუბრობთ იმაზეც, რომ რაღაცა სცენარები არსებობს, ცხადია და ამ სცენარებში იგულისხმება მათ შორის სახმელეთო ოპერაციაც, მაგრამ არ უნდა დაგვაუწყდეს, რასაც თეთრი სახლი არ უნდა დაგვაუწყდეს ზოგადად ამ ყველაფერში, იმიტომ რომ იქ მოახლოებული შუალედური არჩევნები და ის პოზიციები, რომელიც ჭირდება იქაურ მმართველ ძალას იმისთვის, რომ შეინარჩუნოს, ხო, თავისი პოზიციები და ასე შემდეგ. იყო საუბარი მათ შორის პირველივე დღეებში ქურთების ჩართულობაზე ამ ყველაფერში და ხედავთ კიდევაც გარკვეულ ვიდეო კადრებს და ინტერვიუებს ქურთების ან პეშმერგას მებრძოლების, რომლებიც ამბობენ, რომ შესაძლებელია მათ აქვთ გარკვეული მხარდაჭერა, მომზადება ამერიკული და ზოგადად დასავლური, თუმცა არ დაგვაუწყდეს, რომ ქურთები ძალიან დიდი რაოდენობით არიან. ქურთებზე დავამატებ, კიდევ ერთი ბოდიში აქ დღესაც ერთ-ერთ რესპონდენტს ვესაუბრებოდი მეც და საუბარი ქონდა მას ესეთ დეტალზე, რომ რა თქმა უნდა ირანი როგორც დიდი სახელმწიფო, მისი შეიარაღებული ძალები, თავისი ამ რაღაცა ბასიჯებით და ასე შემდეგ, გუშაქთა კორპუსით და ასე შემდეგ, ისინიც როგორც ყველა ნორმალურ ქვეყანაში საკუთარი ეროვნული უსაფრთხოების დოქტრინაში თვლიან გარკვეულ საფრთხეებს. მათ შორის იმას, რომ მაგალითად დარტყმის შემთხვევაში როგორ უნდა მოიქცნენ და ასე შემდეგ, ხო? და
ის რაზეც შენ საუბრობდი რომ ყველა მეზობელს დაუმიზნეს და ესროლეს რაკეტა შესაძლოა იყოს იმისი შედეგი რომ ცენტრალიზებული მართვა სამხედრო მართვა არის ჩამოშლილი და ყველას უბრალოდ მიუვიდა გარკვეულად როგორც ვიცით ხოლმე ხო ანუ დაბეჭდილი კონვერტები ბრძანებებით რომ აი ამ შემთხვევაში აი ამას და ამას ვაკეთებთ ხო ანუ პირობითად ვესვრით რაკეტას ქვეყანას და ასე შემდეგ ხო იმიტომ რომ დააკვირდით მაგალითად ყველა მეზობლის და დანარჩენი ანუ ისლამური სამყაროს პოზიციებს ხო თავიდან ყველა იყო ძალიან წინააღმდეგი მაგრამ ბოლოს ჩვენ ვნახეთ რომ ჩართულობა ანუ ერთმა ქვეყანამ პირდაპირ იერიშები დაიწყო ავიაცია შეიყვანა მეორე ქვეყანა გაგიჟდნენ ხო ანუ ინჯელიკის ბაზაზეც იყო ცალსახად თავდასხმები და ასე შემდეგ ანუ ეს იმას ნიშნავს რომ სამხედრო მართლობა როგორ ერთიანი სამხედრო მართლობა არის კრიზისში ანუ ცალსახად შეგვიძლია ამისი თქმა არის თუ არა ჩამოშლილი ეს ცოტა სიღრმისეული საკითხია და მან და არ შევალ მაგრამ კრიზისი არის ცალსახად და ყველაზე მთავარი ეს არის ხალხის პოზიცია წინა ეპიზოდებში ამაზე ვსაუბრობდით როგორც კი იქნება როგორც კი დავინახავთ ხალხს ქუჩაში მივხვდებით რომ ძალიან ბევრი რაღაცა შეიცვალა ირანში და როგორც ჩანს ამას ვიხილავთ მალე. კი. მანდ დავამატებ მეზობლებთან მიმართებით რომ აი ამ კოლაფსზე რაზეც შენ საუბრობ კი ბატონო როგორ თქვი კრიზისი დავარქვათ და არა ჩამოშლა და კოლაფსი კი ბატონო მეტყოლებს ისაც რომ ერთ დღეს როდესაც იგივე თურქეთის მისამართით გაუშვეს ბალისტიკური რაკეტა და ჩამოვარდა ამაზე მე ფეზიშკიანიდან დაწყებული არახჩით დამთავრებული ბოდიშების ხდა მოუწიათ აზერბაიჯანის შემთხვევაშიც ეგრე იყო და მე იქ კიდე მეორე იერიში იყო აზერბაიჯანის შემთხვევაშიც ასე იყო ალიევს ძალიან თავშეკავებული განცხადება ჰქონდა და მოუწოდა რომ დაშოშმინდით თუ არა ვიყენებთ ჩვენ ძალას და ამას მოყვა რომ მეც აღარ ვიზავთო ბოდიში მოუხადეს ყველას ანუ ზუსტად არ მახსოვს არ მინდა შემეშალოს ან საგარეო საქმეთა მინისტრმა ან პრეზიდენტმა ბოდიში მოიხადა და ბოდიშის მოხდიდან არ იყო საათები გასული რომ ისევ იერიშები გაგრძელდა ანუ ეს ორ რამეზე მეტყოლებს ან ესენი არიან უბრალოდ რაღაც ფოფითები კოორდინაცია არის ან კოორდინაცია არის კრიზისში ნუ ეს არის და ეს პრეზიდენტის შემთხვევაში ისიც არ გამოვრიცხოთ რომ თვითონ პრეზიდენტი ნაკლებად ფიგურა ასე თქვა ნაკლებად ეკითხებიან მან და ამბობს. აი ამ იმაში რა ქვია ყურის კრიზისის სპარსეთის ყურის კრიზისის სისტემაში მინდა უკრაინა შემოიყვანოთ ნელ-ნელა მით უფრო რომ ანტიდრონები დრონის გადამჭერი დრონები გაუშვა ზელენსკიმ. ბოდიში აი ვიდრე უკრაინა შემინდოდა თუ ქურთებზე მეთქვა ორი სიტყვა და სახმელეთო ოპერაციის ამბავი ვეცდები რომ ერთ წუთში ჩავედიო. ერთი არის ის რომ ხო ანუ პირველ რიგში მინდა ვისაუბროთ იმაზე, არ ვიცი, ჩემ არხზეც მქონდა ამაზე კითხვაც დავსვი, ასე ვთქვათ და ჩემი ვერსიაც გამოვთქვი, რომ ძალიან ლოგიკურია, რომ იმ სცენარს, რაზეც ახლა ჩვენ ვლაპარაკობთ, ქუჩაში ხალხის გამოსვლას და ვთქვათ, იქ რევოლუციური სცენარის განვითარებას ძალიან ეკვეთება სახმელეთო ოპერაციის დაწყება ქურთების მონაწილეობით, იმიტომ რომ ამან პირიქით შეიძლება საპროტესტო მუხტი მნიშვნელოვნად დააგდოს, ეს უკვე იქნება აბსოლუტურად სხვა რაღაცა, ის რასაც ჩვენ ვხედავთ არის რომ ხალხი ტაშს უკრავს და მადლობას უხდის ტრამპს და ნეთანიაჰუს დღეს, იმიტომ რომ IRGC-ს ბომბავს და იქ რეჟიმს ბომბავს, იმიტომ რომ მათი გადაგდება უნდათ და ამას მოიაზრებენ მაშულ რგოლად, მაგრამ ეხა, როდესაც იქ ქურთების დანაყოფები შევლენ სახმელეთო ოპერაციით, ისინი რა მიზნით შევლენ? ერთი ვერსია იყო ასეთი, რომ თითქოს ეს ხელს შეუწყობს შემდეგ უკვე ამ წინააღმდეგობის მოძრაობის გაძლიერებას და აი ამ სამხედრო ძალების გადართვას გამოიწვევს, მაგრამ მეორე ამბავი არის, რაც უმნიშვნელოვანესი და არ უნდა დაგვავიწყდეთ რომ ქურთებს აქვთ ამოცანა და ეს ამოცანა გულისხმობს საკუთარი სახელმწიფოს შექმნას ამ დროისთვის 4 ქვეყნის ტერიტორიის მონახაზი არის ესეთი ერაყი, სირია, თურქეთი და ირანი და ახლა ისინი თუ იარაღით იქ შევლენ და სისხლს დაღვრიან და ძალიან მძიმე ბრძოლაში შევლენ თუ შევლენ ეს ნიშნავს იმას რომ მათ საკუთარი მიზნები ექნებათ და ეს აუცილებლად წავა შემდეგ იარაღი და მიზნები ექნებათ და ეს აუცილებლად წავა
სეპარატიზმისკენ, ეს აუცილებლად წავა რაღაც დამოუკიდებელი ერთეულის მოთხოვნისკენ. ამას აბსოლუტურად ემიჯნება და გამორიცხავს თავის მხრივ იგივე რეზა ფეხლევი, ის კაცი ამბობს, რომ ჩვენ გვინდა მრავალეთნიკური, ყველაფერი გასაგებია ამ მხრივ, მაგრამ სუვერენიტეტი უნდა იყოს შენარჩუნებული, ტერიტორიული მთლიანობა პირველ რიგში უნდა იყოს შენარჩუნებული. ანუ ეს ორი ვერსია ერთმანეთთან არის კვეთაში. მეორე საკითხი კიდევ რომ ტრამპმაც ერთ-ერთ ბოლო განცხადებაში თქვა რომ ჩვენ ქურთებთან ბოდიში გადასარევი ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ ამ ეტაპზე ამას არ განვიხილავთ, ანუ მიხვდნენ ალბათ თვითონაც რომ იყო ეს სარისკო და ნაწილობრივ ქურთებმაც მიახვედრეს, იმიტომ რომ მათ თქვეს პირდაპირ რომ ორი მნიშვნელოვანი შიში გააჩნიათ. ერთი შიში უკავშირდება იმას, რომ არ აქვს შესაბამისი შეიარაღება იგივე დრონებისგან თავი დასაცავად, უკრაინა მათ არ მიაწვდის, ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში მსგავსი არაფერი გსმენია და მეორე მათ აქვთ მიტოვების შიში ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, იმიტომ რომ წარსულში ამგვარი გამოცდილება გააჩნიათ. ამიტომ ხო, როგორც გიორგიმ თქვა, ქურთები ბევრნი არიან, მათაც ბევრი განსხვავებული პოზიცია და ინტერესი აქვთ, ზოგი პროტესტშია ჩართული, ზოგი ირანის რეჟიმთან კარგად არის, ზოგს სეპარატიზმის განცდები აქვს და მიზნები აქვს და ზოგს არ ვიცი. ასე რომ ეგ საკითხი რაღაცნაირად ჰაერში დაეკიდა და დიდი ალბათობა არ არის რომ ეგ ეგრე მოხდეს, უფრო მეტად აქტიური ახლა აი სახმელეთო ნაწილში არის ის რომ გარკვეულ კუნძულებზე სადაც არის ნავთობის ინფრასტრუქტურა ხომ არ გადაიყვანენ იქ სპეცდანიშნულების გარკვეულ ჯგუფებს ამერიკის შეერთებული შტატების იგივე ბირთვული ობიექტები. ხო, ბირთვული ობიექტები და აი ეს ნავთობის საკითხი არის ძალიან მნიშვნელოვანი და როდესაც ტრამპს კითხეს დარჩება თუ არა ირანის რუკა, იგივე რაც არის მან უპასუხა რომ არ მგონია და აი მან შემოდის სწორედ აი თუნდაც ამ კუნძულების საკითხი, რაც მნიშვნელოვანია და მნიშვნელოვანია რომ შეიძლება ეგ დაელინკოს სწორედ ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების ამბავს და აი ეს კარგი არგუმენტი აღმოჩნდეს ლეგიტიმაციის მისაღებად იგივე აი ამ ჰორმუზის სრუტეში გარკვეულ კუნძულებზე გარკვეული აქტივობის, არ ვიცი, ეგ არის მოსალოდნელი ჩემი აზრით. კი, საინტერესო იყო და მე ახლა ესე დავუბრუნდები ამ უკრაინის შემოყვანის მცდელობას, მით უფრო რომ დალინკული არის ეს თემაც ყურის ქვეყნების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვაში პირველ ეტაპზე აბსოლუტურ სიგიჟესთან მქონდა საქმე, სადაც არ გადამიმოწმებია, თუმცა რაღაცა წყაროზე ნახე, რომ დაახლოებით 3-ჯერ მეტი პეტრიოტის რაკეტა გაისროლეს ამ ერთ კვირაში, ვიდრე 5 წელში უკრაინამ გაისროლა, წარმოგიდგენთ პეტრიოტებს ესწროდნენ შეხებებს რა. ხო, ეს სამწუხაროდ ცუდად მახსოვს, მაგრამ ესეც რომ არ იყოს, ხო, ერთ-ერთიც რომ იყოს, მაინც რასიგიჟია 5 წელში რო გახარჯა უკრაინამ იმდენი რაკეტა ერთ კვირაში ისროლეს მარტო და ეს ყველაფერს თავი დავანებოთ იმ ხელახარჯებია, რომ არ ვიცი რა, გარდა იმისა, რომ უკრაინას მოაკლდება ეს რაკეტები, მაგრამ სწორედ ამის აპროწენთ აღმოჩნდა უცბად თვალსა და ხელშუა რომ ზელენსკის კარტები ჭერია ხელში ფლეშ როიალი ან შეიძლება ჯოკერი გააჩნია რას თამაშობს ტრამპი და ზელენსკიმაც გააგზავნა როგორც სპეციალისტები ასევე ტექნოლოგიები ასევე თვითონ ეს ანტიდრონები და როგორც ეს ინფორმაცია გაჩნდა ძალიან ბევრს დაწმუნებულად თქვენს და მეც მათ შორის გამოჩნდა კითხვა რომ კი მაგრამ ჩვენ სულ საუბრობთ რომ დეფიციტში აქვს უკრაინას ეს შეიარაღება და ახლა სად აქვს იმის შეიარაღება რომ გააგზავნოს კიდე ყურის ქვეყნებში და იმათ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვას მე აღმოვაჩინე რომ ისე ხდება რომ უკრაინა აი ამ წარმოების მიმართულებით არ არის გასული მაქსიმუმზე თავისი წარმოების რესურსის შესაძლებლობის მარტო იმიტომ რომ ფული არ ყოფნის და ამიტომ ახლა აი ამ გაცვლით ასე ვთქვათ მიიღებს ფულს ამ ფულით გავა მეტ წარმოებაზე შესაბამისად მოამარაგებს ყურის ქვეყნებსაც და თავისთვისაც უფრო მეტი ექნება რაც თუ კი ნავთობის ფასების ზრდა რუსეთის წისქვილზე ასხამს ხალხს უკრაინის წისქვილზე ეს ასხამს ხალხს ასე რომ ყველაფერი ცალსახად რომ დაკავებოდათ მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნაბიჯი იყო შეიძლება ითქვას რომ სლავიანსკი კრამატორსკის აგლომერაციაზე დაიწყო ბრძოლები უკვე იმიტომ რომ სანამ უკრაინა კონჩეტევით დნეპროპეტროვსკში და ზაპოროჟიეში წინსვლა ჰქონდა რუსებს ამ მიმართულებაზე ჰქონდა წინსვლა და უკვე მიუახლოვდნენ ამ აგლომერაციას არა მხოლოდ დრონებით არამედ საარტილერიო დარტყმების ცეცხლის რადიოშიც აღმოჩნდნენ და ჩვენ ყველამ ვილაპარაკეთ დღეს ჩვენს YouTube არხებზე და გიორგის ჰქონდა თავის YouTube არხზე Civil Council სამოქალაქო საბჭო მამულაშვილთან ინტერვიუ და მოდი ახლა გიორგიმ უფრო მეტი მოგვიყვეს უკრაინაში რა ხდება იმაზე. ჯერ ერთი მადლობა ძალიან საინტერესო მომენტი არის ის რომ უკრაინამ გამონახა შესაძლებლობა დაეგროვებინა რაღაცა რაოდენობა რაკეტების და იერიში მიეტანა რუსეთის ისეთ სტრატეგიულ ობიექტზე რომელიც აწარმოებდა
ისკანდერებისთვის ელექტრონიკას, ჩიპებს და ასე შემდეგ და ნუ ის ვიდეოები რომელიც გავრცელდა და ვნახეთ, ნუ იყო ასე ვთქვათ უკრაინული სარაკეტო იერიში წარმატება უნდა დავარქვათ ცალსახად, იმიტომ რომ ესეთი რაოდენობით მას დიდი ხანია არ გამოუყენებია ნამდვილად ეს 8 ფრთოსანი გაუშვეს. ხო, ეს რაკეტები. ეს ერთი, მეორე, რა თქმა უნდა, რატი რუსეთი ემზადება შეტევისთვის, ზაფხულის შეტევისთვის, როგორც ჩანს, ეს იქნება მოსკოვისთვის ძალიან დიდი მცდელობა. შესაძლოა ბოლოს წინა არ ვიცნო რისი რესურსი დაჭრა რთული სათქმელია. უბრალოდ ადვილი სათქმელია რომ ბევრი რესურსი არ დარჩა, მაგრამ ბოლო იქნება თუ ბოლოს წინა ეს გამიჭირდება რომ ამაზე რაღაცა აქცენტი გავაკეთო. ფაქტია რომ ის ეცდება. ახლა მარტია, ნიადაგი გაჟღენთილია, წვიმების სეზონი იწყება და როგორც კი დაიწყება, ასე ვთქვათ, მზე გამოვა და გაშრება ნიადაგი, რუსები დაიწყებენ შეტევას. ცალსახად უკრაინელები ამისთვის ემზადებიან, ვნახოთ რა იქნება. ერთი რამ არის ფაქტი, რომ ყველა ამბობს, ყველა მიმომხილველი, რომ სიტუაცია გავს ძალიან პირველი მსოფლიო ომის მდგომარეობას და საჭირო არის გარკვეული ტექნოლოგიური გარღვევა, უფრო მეტი გარღვევა, ვიდრე არის, რომ რაღაცნაირად გადაწყდეს ბრძოლის ველი და ფრონტზე სადღაც გარღვევა მოხდეს. ეს ტექნოლოგიური გარღვევა იგულისხმება იმაში, რომ უკრაინას სჭირდება შემტევი იარაღი, მეტი. დრონების შემთხვევაში უკრაინას აქვს მაღალტექნოლოგიური დრონები ცხადია, მაგრამ რაოდენობრივად რუსეთს რაოდენობრივად ბევრი დრონი აქვს და ისინიც იყენებენ გარკვეულ ხერხებს, ომის ხერხებს, ტყუილებს და ასე შემდეგ და ცდილობენ გარკვეული უპირატესობის მოპოვებას. ასე რომ ვნახოთ, ყველაფერი არის იმაზე დამოკიდებული თუ რა სურს უკრაინელ ხალხს და ვხედავთ რომ მათ სურს საკუთარი ქვეყნის თავისუფლება და დამოუკიდებლობა, ბრძოლას ისინი განაგრძობენ, დასავლეთი როგორ მიეხმარება უკრაინას ფინანსურად და შეიარაღების თვალსაზრისით ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და ცხადია შევხედავთ ახლა იმას რუსეთს სადამდე ეყოფა იმისი ძალა რომ განაგრძოს ეს შეტევები. სავარაუდოდ ეს იქნება ბოლო ან ბოლოს წინა დიდხანს ეს ომი ვეღარ გაგრძელდება. კიდევ ერთ ზამთარს არ ვიცი რამდენად გადაიტანს ან ერთი ან მეორე ბრიანსკზე მინდა პატარა კომენტარი. გენიალური, ძალიან ცუდი ნათქვამია, მაგრამ კადრი იყო. ესე იგი, დავრწმუნდით, როგორი უანალოგო და ძალიან ძლიერი არის რუსეთის საერთაშორისო სისტემა რა. ჯერ ერთი ხო 8 ფრთოსანი რაკეტა დაეცა ბრიანსკს. ამ 8-დან ნაწილი სტორმშედოუ იყო, ნაწილი უკრაინული ნეპტუნი, მაგრამ ამ ყველაფრის მიღმა ესე არხეინად ჩამოკიდებული იყო უკრაინის სადაზვერვო დრონი და ამ ყველაფერს უყურებდა და პირდაპირ ეთერში აკორექტირებდნენ ცეცხლს. და აი კიდევ ერთხელ გამოჩნდა როგორი უანალოგო და ძლიერი საერთაშორისო თავდაცვა ყავს რუსეთს. ნუ ეს მართლა ყავს, მაგრამ ამ შემთხვევაში აბსოლუტური კრახი განიცადა, ასე ვთქვათ, სამწუხარო ამბავი მოყვა ამ 8 ფრთოსან რაკეტას, ერთი ის ჰქონდა მიზნიდან გადახრა და გზაზე დაეცა და სამოქალაქო პირებიც დაიღუპნენ რუსები ამ შემთხვევაში. ნუ რაც სამწუხარო ფაქტია, თუმცა მეორეს მხრივ ჩვენ ვიცით, რომ უკვე 5 წელია გამიზნულად ურტყამს რუსეთი სამოქალაქო ინფრასტრუქტურას უკრაინაში და ძალიან ბევრი სტატისტიკა არსებობს, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა, მშვიდობიანი მოქალაქეები, სამოქალაქო პირები, ვინც არიან ამ ომში დაღუპული, 85% დაღუპულია კიევის კონტროლირებად ტერიტორიაზე, ან ოკუპირებული ტერიტორიები და რუსეთის ტერიტორიებზეც არიან, რა თქმა უნდა, სამოქალაქო პირები დაღუპულები, თუმცა 85% საერთო რიცხვის დაღუპულია კიევის კონტროლირებად ტერიტორიაზე. სამწუხარო ფაქტია, თუმცა 8 რაკეტიდან ერთის გადახრა მოხდა სამწუხაროდ. დაიღუპნენ სამოქალაქო პირებიც ამ შეტევასთან დაკავშირებით თავდასხმასთან აესმინოდა, მაინც მე თქვა რომ ერთი კითხვა მქონდა, ან დონეცკი ახსენე და კრამატორსკის მიმართულებით გააქტიურება. მე სამწუხარო და ირანისკენ ისე გადავიხარე ბოლო დღეების განმავლობაში, რომ უკრაინის სიახლეებს ჩემდა სამარცხვინო და ასე მარტო მუშაობთ ბატონო და რაც შეგვიძლია იმას ვაკეთებთ. რა მარტო მუშაობ, როდის იქნება მზათა, ხო, ეგ ამბავია. ანუ
რასაც ვკითხულობდი, ერთ-ერთი პოლონიუსი იყო, რომ დნეპროპეტროვსკის ადმინისტრაციულ საზღვრებამდე გავიდნენ ამ კონტრშეტევის ფარგლებში, ხომ არ მეშლება. კი, ეს ინფორმაციები ჯერ, ასე ვთქვათ, დადასტურებას საჭიროებს, უკრაინული წყაროები აუცილებენ ამ ინფორმაციას. ეს შედის იმ 300-ზე მეტი კვადრატული კილომეტრის დეოკუპაციის ნაწილში, რომელიც ჩვენ ვიცით, რომ პირველად 2023 წლის მერე უკრაინელებმა მეტის დეოკუპაცია შეძლეს, ვიდრე რუსებმა ოკუპაცია და ეს ვთქვათ, აიწონა იყო რა ეს ბოლო ერთი თვე. უკრაინელები ძალიან ძლიერად აწვებოდნენ სწორედ დნეპროპეტროვსკის ზაპოროჟიეს მიმართულებაზე და ეს გარღვევა, რასაც შენ ამბობ, რომ დნეპროპეტროვსკის საზღვარი პრაქტიკულად სრული დეოკუპაცია მოეხდინათ, მან დაწვებოდნენ, რუსები აწვებოდნენ ხულიაიპოლეს, ოდნავ ქვევით ზაპოროჟიაში და კრამატორსკის სლავიანსკის მიმართულებაზე, იმიტომ რომ კონსტანტინოვკა დროშკოვკას მიმართულებაზე შარშან შემოდგომიდან დაიწყეს დაწოლა და ეხლა გავიდნენ უკვე კრამატორსკი სლავიანსკის იმ მონაკვეთზე, სადაც აი ეს ზღვარი გადაგიკვეთა რა საარტილერიო ცეცხლის ქვეშ უკვე ეს ორი ქალაქი მოექცევა, რაც ჩემთვის იმას ნიშნავს, რომ ამ ქალაქებისთვის ბრძოლა დაიწყო. ეხლა რამდენ ხანში მივლენ საზღვარზე, მერე ქალაქში როდის შევლენ, მერე ქალაქში რა მოხდება. ამიტომ რომ შეიძლება ბოლომწრილობა იყოს, თუმცა შეიძლება არც, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ დონეცკს ესე უბრალოდ არ დათმობს არც პუტინი და არც ზელენსკი. ამიტომ აი არ ვიცი რა, ანუ იმ აგლომერაციის გარღვევის მერე შემიძლია უკვე თქვა, რომ მერე მალე დამთავრდება ომი, მაგრამ აი ის აგლომერაციის ფრონტი როდის გაირღვევა ძალიან რთული იქნება ამის თქმა. კარგი, საინტერესო ამბები ჯერ კიდევ წინ არის, როგორც ირანში, ასევე უკრაინაში. იმედი გვაქვს, რომ საქართველოშიც ხო, ნუ გაზაფხული აქაც არის, იმედია პოზიტიური გაზაფხული გვექნება და რაღაცეები სხვანაირად წავა ნახოთ. ეს ნამდვილად გვჭირდება ჩვენ საზოგადოებას და აუცილებლად გვჭირდება ანალიზი იმის, რაც ხდება, გვჭირდება სხვადასხვა პერსპექტივიდან შეხედვა მოვლენების, ამიტომ დიდი მადლობა თუ ამ დრომდე გვიყურებდით, დიდი მადლობა თუ ჩვენი გამომწერები უკვე ხართ. თუ არ ხართ, გამოიწერეთ აუცილებლად არხი და დაელოდეთ შემდეგ ვიდეოს. ყოველ კვირას ჩვენ გიბრუნდებით ბოლოს სიტყვით და მნიშვნელოვანი თემების მიმოხილვით. ნახვამდის დროებით. მადლობა დროების ნახვამდის. მადლობა.